აზაროზე ვთქვა ცალკე ახლა მაინც აი ცოტა ფსიქოლოგიურად ცოტა რთული ხო არ იყო რომ ეროვნულ ნაკრებში ამდენი ხანი ნათამაშები და გადმოერთო აქეთ და აი ხო არ არის ხოლმე ამ დროს ცოტა როგორ ვთქვა აი ცოტა мотиваციის პრობლემა ხო არ არის ხოლმე ყოველთვის რთული ამას ორი აზრი არ არსებობს უბრალოდ იქ დგება მომენტი და უკვე პიროვნული თვისებები გამოდის იგივე აზაროვის იმიტომ რომ ეხა რეალურად აზაროვი და მეც და მთლიანად ჩემი სტაფიც წლების განმავლობაში ერთად მოვდივართ სანაკრებო დონეზე რა თქმა უნდა ერთმანეთს ვიცნობთ ძალიან კარგად ერთმანეთის ხასიათები ვიცით ყველაფერი ერთმანეთს ეხება ჩვენ ვიცით რაც შეეხება მინდორს რაც შეეხება ჩვენს ხასიათებს ამიტომ არასდროს არ არის მისი მოტივირება პრობლემა თვითონ პიროვნულად ის ტიპი რაც მინდორზე გამოდის მისთვის წაგება უბრალოდ გამორიცხულია ამიტომ ფაქტით სახეზეა რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყო ყველა იმ თამაში რომელიც ჩვენ დაგვემატა და ჩვენთვის ძალიან დიდი ძალაა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენ მისი იგივე თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე ესეთი ფეხბურთელები პირიქით გჭირდება ეს არის თამაშები უკვე ევროპის ჩემპიონატს გულისხმობს სადაც ჩვენს მოწინააღმდეგებს ძალიან მაგარ გუნდებს ესევე დაემატება ის ფეხბურთელები რომლებიც აქამდე არ იყვნენ რამოდენიმე მაინც გამოძახებული ახალგაზრდულ ნაკრებში იმიტომ რომ ევროპის ჩემპიონატზე ყველას უნდა თავის გამოჩენა ყველას უნდა მეტოქეებზე ამბობ თუ მეტოქეებზე რა თქმა უნდა ჩვენც ხო დაგვემატება ორი საბა რა თქმა უნდა ჩვენც დაგვემატება და უბრალოდ აქ არის ერთი ის რომ როგორც წინა ევროპის ჩემპიონატზე 4 გუნდიდან 3 ისეთი ყავდა რომელიც მიზანი ევროპის ჩემპიონობა იყო ეს იყო პორტუგალია ეს იყო ბელგია და ეს იყო რა თქმა უნდა ნიდერლანდები და აქ ახლა დარწმუნებული ვარ მინიმუმ 2 ნაკრები რომელსაც ევროპის ჩემპიონატი აქვს მისთან დასახული მოგება ეს არის საფრანგეთი და ეს არის პორტუგალია ამიტომ მორთულეს თამაში იქნება და ნებისმიერი გამოცდილი ფეხბურთელი ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი რა თქმა უნდა ეს დონის თამაშებში აი სიგუაზე მინდა და წერან ახსენეთ აი სიგუას მდგომარეობა როგორ არის და რა უშლის ხელს აი რა ინფორმაციები როცა თამაშობს მაგრად თამაშობს მაგრამ ყველაზე მთავარია რომ ყველაზე მთავარია რომ ეხლა არის კარგად და მთავარია რომ უბრალოდ ეს სტაბილურობა დიდხანს შეინარჩუნოს, იმიტომ რომ ახლა უდიდესი პოტენციალის პატრონია, ეს იქაც კარგად იციან, ეს ტრაუმებს რაც შეეხება, ხოთა შორის ეს ბოლო ტრაუმა რაც იყო, ხო, ეს ტრაუმა იყო კონტაქტური და ეს არ იყო ის კუნთის თურბელი ქსოვილის პრობლემა, რომელიც მას მანამდე აწუხებდა. რეალურად დიდი ხანია ეს პრობლემა ის რაც ჰქონდა მაშინ. უკვე წარსულში ჩაბარდა ეს ბოლო ტრაუმა ყველაზე სერიოზული რომელიც იყო ეს იყო კონტაქტში მიღებული ამისგან დაზღვეული არავინ არ არის მაგრამ ნუ ერთი ვიცი რომ ჩვენი საოცრებად გვჭირდება ჯანმრთელი საოცრებად გვჭირდება სათამაშო პრაქტიკით და ფორმის პიკზე მყოფი იმიტომ რომ სიგუა ჩვენთვის დიდი ძალაა მანას ყველაფერი ძალიან კარგად ნდობაც მას ძალიან დიდი აქვს ამაზე თუნდაც ეს ბოლო ფაქტიც რო ავიღოთ სამდენი სათამაშებელი ჩამოვიყვანეთ და იქ თვითონ ერთმანეთს ჰქონდა ლაპარაკი და იგივე ხორვატიასთან გამოძახებას გულისხმობ რა თქმა უნდა სიგუასი ეს არის ფეხბურთელი რომელიც ჩვენთან იქნება და იქაც მაგით თქვით რომ მიუხედავად იმისა გავალთ თუ ვერ გავალთ ეს ისტორიული მომენტია პირველი პლეიოფია ჩვენთვის და სიგუა იმსახურებდა იმას რომ ჩვენთანაც ყოფილიყო ამ ყველაფერზე და ძალიან მიხარია რომ თავის წვლილი შეიტანა ამ ყველაფერს და მიუხედავად იმისა რომ ის არ იყო იმ კონდიციაში გამოვიდა საკმაოდ წვლილი შეიტანა განსაკუთრებით პირველ თამაში იმაში რომ ჩვენაც მორჩა იქ ყველაფერი და დარწმუნებული ვარ ეს კიდევ მოუმატებს და თქო და ჯანმრთელობას უსურვებს მას პირველ რიგში გავიარეთ ხორვატია და გავედით ევროპის ჩემპიონატზე. წელიწადის შედეგები ცნობილია. საფრანგეთი, პორტუგალია, პოლონეთი. ვიწყებთ პოლონეთით. პოლონეთი არის ძალიან კარგი ნაკრები. თუმცა განსხვავებული ფეხბურთს თამაშობს. ძალიან კარგი სტანდარტულებით. ძალის მიერ, რა თქმა უნდა, და ძალიან დისციპლინირებული. ურთულესი სათამაშო მეთოქია, ურთულესი მოსაგები გუნდია, ამიტომ მზადება გვჭირდება ჩვენ ძალიან სერიოზული მაგ ყველაფრისთვის, მაგრამ ნუ საფრანგეთს და პორტუგალიას ხა ბევრს არ ვისაუბრებ. თუ საფრანგეთი და პორტუგალია იმ რესურსს გამოიყენებენ ფეხბურთელების დამატების კუთხით გულისხმობ, რაც რესურსის მათ აქვთ, იგივე თუნდაც ეროვნულიდან ჩამოსულ ფეხბურთელებს გულისხმობ, უსერიოზულეს ძალას მივიღებ, თუმცა იმათ გარეშეც ორივე სერიოზული ნაკრებია და ორივე ნაკრები ისეთია, რომლებსაც ამბიცია, საფუძვლიანი და პრეტენზია აქვს იმისი, რომ თვითონ ევროპა მოიგონ არათუ ჯგუფიდან გავიყვანო. მაგრამ ამ ყველაფერში არის ერთი ის რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზნები, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, რომელსაც უკვე დიდი ხანია გავდივართ და ერთადერთი რასაც თამამას უწყობთ, არავისთვის არაფრის დათმობას ჩვენ არ ვაპირებთ. დანარჩენი უბრალოდ თამაშებზე გამოჩნდება, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ აქ თავარი იქნება თუ ჩვენ როგორ მზადყოფნაში შევხვდებით ევროპის ჩემპიონატზე.
გეგმა არსებობს, მარტში გვექნება ერთი შეკრება, ივნისში გვექნება კიდე შეკრება, ამ შეკრების შემდეგ გვექნება უკვე თვითონ ევროპის ჩემპიონატი კონკრეტული სლოვაკეთში. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, ყველაფერი იქნება დამოკიდებული უკვე სათამაშო ფორმაზე, რომელთაც ჩვენი ფეხბურთელები მოვლენ ევროპის ჩემპიონატში. იციან ეს ყველაფერი ამაზე ბევრი ვილაპარაკეთ. მარტში შევახსენებთ, რომ თავარი ამოცანა არის ის, რომ ჩვენი ფეხბურთელები იყვნენ ფორმის პიკში, იმიტომ რომ ითამაშოს შენ ევროპის ჩემპიონატი ისე რომ არ იყოს სათანადო კონდიციაში წარმოუდგენელი. ეს წარმოუდგენელია, ამიტომ აქეთ არის მიმართული ჩვენი სწორება, რა თქმა უნდა, იმის ფარგლებში რა ჩვენ შეგვიძლია, იმიტომ რომ მათ თავიანთი კლუბები ყავთ და მათი პასუხისმგებლობაა პირველ რიგში ფეხბურთელების ის, რომ ისინი სრულ მზადყოფნაში, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ტაქტიკურ მზადყოფნაში მოვიდნენ ჩვენთან, ეს არის მათ პასუხისმგებლობა, დანარჩენი პასუხისმგებლობა ჩემზეა პირადად და ჩვენს სანაკრებო სტაფზე, მათ ყველანაირი პირობა ექნებათ როგორც ყოველთვის, მაგრამ თავარი კიდევ ერთხელ მეორე პრო არის ის, რომ ისინი მოვიდნენ სრულ მზადყოფნაში უკვე. ამ პორტუგალია ხო ჩვენი ბულკია. არა, ამ ორი მეტოქის გათვალისწინებით, მომდევნო ორი მეტოქის გათვალისწინებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლონეთთან თამაშს, ხო? პირველ თამაშს ყოველთვის ხო? პირველ თამაშს მნიშვნელობა. კიდე ერთხელ რომ მოვუგოთ მართლა გაგიჟდებიან რა. რა უნდა მოვუგოთ კიდეც. ახოთ იმიტომ რომ თულია ეს თამაშს თამაშობ ხა მაგრამ დაგეგმვა წინასწარ რა თქმა უნდა ჩვენც გვინდა მაგაზე ხორევრი არის. ამ ხანაგურები გვაქვს დაგეგმილი უკვე თუ ამ ხანაგურები დაგეგმილია ყველა უბრალოდ ბოლო იმას გავდივართ ხლის მოწერებზე რა თქმა უნდა საუბარი ძალიან ახლო მომავალში ჩვენი მხრიდან აღჟღერდება ეს ყველაფერი თუმცა შემიძლია ვთქვა რომ მარტში ჩვენ გვექნება აუცილებლად ორი ამ ხანაგური თამაში მარტის შეკრებაზე და ევროპის ჩემპიონატის წინ მინიმუმ ერთი, მაქსიმუმ ალბათ ორი თამაში ეს უკვე ჩვენზე და ჩემზე დამოკიდებული თუ რამდენი თამაში ჩავთვლი საჭიროა თუ ევროპის ჩემპიონატში როგორ ვითამაშო მინიმუმ 3 თამაშს ჩვენ ჩავატარებთ აუცილებლად ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე. და სანიოლთან კომუნიკაცია ალბათ სისტემატურია და თუნდაც ეს გოგლიჩიძის თემა, სხვა ფეხბურთელების თემაც და აი რამდენად აქტიურად ხართ ხოლმე ერთმანეთს ჩართული, რამდენად ხშირად სულით აზრებს ხშირად პრინციპში შეკრებები წინ ხდება ზირთად ეს ყველაფერი, როდესაც შეკრება ახლოვდება, როდესაც ყვავილი თბილისშია, მაშინ ხდება ჩვენი ურთიერთობა, მაშინ ხდება აზრების გაცვლა, გამოცვლა, ამდენად ახლოს ხდება ყველაფერი, ამაზე პასუხი უბრალოდ ის არის, რომ მე თვითონ ვიყავი ჩართული იგი ევროპის ჩემპიონატზე, ამიტომ ამაზე საუბარი არც შეიძლება ისეთი ურთიერთობაა ყოველთვის, როგორც უნდა იყოს ეროვნულის და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელების შორის, სუფთა საფეხბურთოზე მაქვს რა თქმა უნდა საუბარი და ძირითადი კომუნიკაცია ყოველთვის ხდება მაშინ, როდესაც ვილი თბილისში იმყოფება და ეს ხდება შეკრებების წინ. ოფიციალური შეხვედრები, სადაც ძალიან ბევრ რამეზე არის საუბარი, ფეხბურთელებზე, იგივე სიტუაციაზე, ახალგაზრდულ ნაკრებში რა ხდება, ვინ უმატებს, როგორ კონდიციაში და ამ შემდეგ.